მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთედოლიძე ვარ. პოლიტიკური შეფასებების თემა ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია. დოკუმენტის სახელწოდებით მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე, იწოდებენ ნაციონალურ მოძრაობაში. მართულ გუნდში კი აცხადებენ, რომ ეს სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაა. ევროპარლამენტში რეზოლუცია გუშინ 324 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღეს. დოკუმენტით მოითხოვენ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. რეზოლუცია გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას და სისხლის სამართლებრივ დევნას. ასევე გმობს ქართული ოცნების სისტემატურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე. გამოთქვამს შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმის ბოლოდროინდელი ტალღის გამო. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავებების, შევიწროებისა და მათ მიმართ ძალადობის გამო. დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აქციების დროს დაკავებული პირები. ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა. ასევე მოუწოდებს ევროკავშირს გააძლიეროს მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ფარას ძალაში შესვლის შემდეგ და აკონტროლოს მიმდინარე სასამართლო პროცესები. სინანულს გამოთქვამს ევროკავშირის საბჭოს წევრი ქვეყნებისა და ევროკომისიის მუდმივი უმოქმედობის გამო და იმეორებს წევრი ქვეყნებისადმი თავის მრავალგზის მოწოდებას. დააწესონ ორმხრივი სანქციები ქართული ოცნების ლიდერებისა და მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე. ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაშიც აღნიშნულია ის საკითხი, რომ საქართველოში არის უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი, რომ საქართველოში აუცილებელი არის ამ პოლიტიკური კრიზისის სისტემური გადატვირთვა, რაც შეუძლებელია პოლიტპატიმრების განთავისუფლებისა და სამართლიანი საარჩევნო გარემოს და ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე. ეს ყველას ესმის ერთპარტიული პარლამენტი. ეს ქართული ოცნების ამომრჩეველსაც უნდა ჭრიდეს ყურს. ამიტომ შეუძლებელია, რომ არსებულმა ხელისუფლებამ ამ ფორმაციის პარლამენტით მიიღოს რაიმე სახის საერთაშორისო ლეგიტიმაცია. მე რამდენი რეზოლუცია, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია ინფორმაციას და თუნდაც შეგრძნებას თუ რა ხდება საქართველოში, რეალობაში რა მოხდა, რატომ არიან ეს ადამიანები დაპატიმრებული, როდესაც დღესაც ევროპარლამენტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე მოგვიწოდებს, ამით ყველაფერი ნათელია. ეს არის კონკრეტულად ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ლობი და წარმომადგენლობა ევროპის პარლამენტში სამწუხაროდ. ამ ეტაპზე მრავალრიცხოვანი, მაგრამ აბსოლუტურად დაცლილი სამართლიანობისაგან, როდესაც ასეთი მაღალი ტრიბუნიდან მოდის მსგავსი ტიპის რეზოლუციები, ეს პირველ რიგში მათ რეპუტაციას აზიანებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი კვლავ გაურკვეველია. ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებებისთვის ისევ კატეგორიულად გამორიცხავს კენჭისყრის პროცესში ჩართვას. მათგან განსხვავებით არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან გირჩი და გახარია საქართველოსთვის. ლელოს ლიდერი კი მზადყოფნას გამოთქვამს ერთიანი პლატფორმის შესაქმნელად, საერთო სიითა და ძლიერი კანდიდატით, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად გადაწყვეტს. მართველი გუნდისთვის ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება არაფერს ცვლის და მიაჩნია, რომ არჩევნებზე გამარჯვებას მოიპოვებს. ერთადერთი რითიც ვართ დაკავებული, ეს არის პოლიტიკურად ნეიტრალური უპარტიო კანდიდატების შერჩევა გულისხმობ მერობის კანდიდატებად. და თუ დანარჩენი პარტიებიც უახლოეს პერიოდში მოახერხებენ, შეძლებენ და მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ ისინიც ჩაერთო თვითმმართველობის არჩევნებში და ამ გზით იბრძოლონ ჩვენთან ერთად ოცნების მომძალადე რეჟიმის დასასუსტებლად და დასამარცხებლად, მაშინ უნებრივია ამ უპარტიო კანდიდატებზე მსჯელობას მათთან ერთად გავაგრძელებთ. სანამ ისინი გულისხმობ სხვა პარტიებს ამ გადაწყვეტილებას არ ღებულობენ და ვერ ღებულობენ, ჩვენი რესურსებით ვაგრძელებთ უპარტიო კანდიდატების შერჩევას. ეს არის ივანიშვილის თამაში შეყოლა და ეს არის სისტემურ ოპოზიციაზე თანხმობა,
და ის პოლიტიკური ორგანიზაცია და კოალიცია ლეო საქართველოსთვის, რომელიც ჯერ კიდევ ორჭოფობს, ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებრივი აზრის გავლენითაც და ჩვენი არგუმენტაციითაც დავარწმუნოთ, რომ არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა. ქართულ ოცნებას საერთოდ არ აინტერესებს იქნებიან თუ არა გავლენიანი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნებამდე რამდენიმე თვითადრე წარმოადგენელი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეს არ არის არჩევნები, კონსტიტუცია და ხელისუფლება არის მიტაცებული. ეს არის ჩვეულებრივი რუსული სპეცოპერაცია და ნოტარიულად გაფორმებას ითხოვს ბიძინა ივანიშვილი ამის 4 ოქტომბერს. ისინი ვერასდროს არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ. და ამ ესე თქვა თავისი მარცხის გაფორმებას ცდილობენ რაღაც სხვადასხვა პოლიტიკური შეფასებებით. ამ შემთხვევაში საუბრობენ იმაზე, რომ ვითომ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ასე შემდგომ არენდობიან ესე თქვა არჩევნებს და ასე შემდგომ, მაგრამ ყველაფერი ეს რა თქმა უნდა მათთვის აზიანო არის და ზოგადად ქვეყნისთვის სასარგებლო არის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ეს თუნდაც საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერებულმა უღმარმა ჩვენებმა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვანახა ამ რეჟიმის სისასტიკე, რომელსაც ეს ძალა წარმოადგენდა. ასე რომ ისინი მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, ამას პრინციპში ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ქართული ოცნება მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას ამ არჩევნებში და ნაციონალურ მოძრაობას კიდევ ერთხელ ეცოდინება, ეს თქვა თუ როგორი დამოკიდებულებაა საზოგადოებაში მათ მიმართ. რეალურად დავიწყეთ შარშან ამის მშენებლობა რა. ნახეთ პროექტი და უბრალოდ მეშვიდეობის ფული. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრთან ბატონ კახაგულედანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დავათვალიერეთ ლანჩხუთში სპორტ კომპლექსის მშენებლობის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერას. ვიმყოფებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადაც მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ადგილობრივ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნება დაკავდნენ სპორტის სხვადასხვა აქტივობებით, რომელსაც მოიცავს ეს სპორტული კომპლექსი, ეს არის კალათბურთი, ფეხბურთი, ჭიდაობა. მუნიციპალიტეტს არ ქონდა სპორტული კომპლექსი და ახალგაზრდობიდან მაქსიმალურად ყოველწლიურად იყო თხოვნა, რომ დაგვეწყო მშენებლობა სპორტული დარბაზის, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოინახა თანხები, ჯამში პროექტის ღირებულება 2.680.000 ლარია, სამუშაოებს ასრულებს კომპანია ბილდერი, ეს იყო გარდამავალი პროექტი, რომელიც დავიწყეთ 2024 წელს, 2025 წლის დეკემბერში სრულად უკვე საბოლოო სახე ექნება პროექტს მიცემული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ახალგაზრდობისთვის და არა მარტო ახალგაზრდობისთვის, სპორტის სფეროში დასაქმებული ყველა ადამიანისთვის. ოზურგეთის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკისა და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა. დარგობრივი კომისიების წევრებმა მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და პერსონალური შემადგენლობის დაამტკიცების შესახებ იმსჯელეს. გარდა ამისა, სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცვლილებების პროექტი. განხილული სამართლებრივი აქტების პროექტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება. გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ბარათებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით საგამოცდო ბარათების ამობეჭდა დღეიდან 20 ივნისიდან არის შესაძლებელი. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან და 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრატურის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე, მათ შორის არიან ინდოეთისა და ნიგერიის მოქალაქეები.
დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ტაილანდის 7 მოქალაქე დააკავეს და 10 ობიექტი დახურეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაადგინდა, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ მათ თბილისში, ნიკოლაძის, ვაშლოვანის, კოსტავასა და ახვლედიანის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ. სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან გარკვეულ თანხას უხდიდნენ. ირკვევა, რომ აღნიშნული ობიექტების ძირითად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობა წარმოადგენდა. პოლიციამ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და მოქმედებების შედეგად 7 ადმინისტრატორი დააკავა და 10 ობიექტი დახურა. ოზურგეთის ნომერ 2 საბავშვო ბაღის მზაობის ჯგუფის პატარებმა გამოსაშვების საღამო გამართეს და მშობლიურ ბაღს ზეიმით დაემშვიდობდნენ. ნომერ 2 საბავშვო ბაღის ჯგუფმა ვარსკვლავებმა მართლა ვარსკვლავური ზეიმი მოაწყვეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე საინტერესოდ და მხიარულად გადავიდნენ. წითელ ხალიჩაზე მშობლებით გულმოცემულმა გოგო ბიჭებმა მყარად გაიარეს და თამამად წარმოგვიდგნენ. მერე სცენა პედაგოგებმა დაიკავეს და ზეიმის დასაწყებად პატარები იხმეს. ირგვლივ მართლა დღესასწაულის სურნელი დატყვიავდა. ფერადი ბუშტებით, ულამაზესი კოსტიუმირებით, ბევრი ლამაზი ცეკვით და სიმღერით. თავდაპირველად ჯელტმენმა ბიჭებმა უნაზის გოგონებთან ერთად ვალსი შეასრულეს. მერე ბაღში განვლენ წლებზე და სკოლის მოლოდინებზე, ბიჭებმა მეგობრობაზე, გოგონებმა სტუნვა თამაშზე იმღერეს. შემოქმედებით ნომრებს პედაგოგებისგან და მშობლებისგან მისალოცი და დასალოცი გზავნილები, გულიდან ამოსული ემოციები კრავდა. ვალსი ტანგომ შეცვალა, ტანგო გოგონების კაბარე, მერე კულმინაციური ნომრების დრო დადგა. თავდაჯერებულმა ბიჭებმა დედიკოებთან, თამამმა გოგონებმა კი მამიკოებთან საცეკვაო ნომრები შემოგთავაზეს, რამაც ზეიმის მუხტის ზეიმში აიყვანა და დასწრეები ააცრემლა. ყველაზე ამაყი ამ დღეს მშობლებთან ერთად დამსახურებულად ნატო, ნათია, ირინა და ნონა მასწავლებლები, ნინო ბებო და ბაღის მენეჯერი მედია იყო, რომლებმაც ჯგუფი ვარსკვლავები ბაღიდან სიყვარულით გააცილეს. ბოლოს იყო საფინალო სიმღერა და ცეკვა ფოიერვერკის ფონზე, რომელიც ყველამ ერთად მხიარულად შეასრულეს და ჯგუფი ვარსკვლავების ახალი საინტერესო ცხოვრებაც დაიწყო. დღეს პატარებს მიულოცეთ ბაღის დამთავრება. ძალიან კეთილი ემოციები დატვირთული დღე გამოგვივიდა. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა დღევანდელი დღესასწაულის ორგანიზებაში, რასაკვირველია მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის და მინდა პატარებს და ალბათ ყველა პირველ კლასელს გზა დავულოცო, სკოლისაკენ მიმავალი გზა, უსურვო ძალიან დიდი წარმატებები და წინსვლა. დღეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ჩვენი შვილების ბაღის დამთავრების დღე იყო. აი ძალიან დიდი მადლობა ნომერ 2 საბავშვო ბაღს. აი ძალიან მადლობელი ვარ იმით, რომ ჩემი შვილი აქ მომიყვანე, რადგანაც ყავს უნიჭიერესი და უსაყვარლესი მასწავლებლები. ძალიან დიდი შრომა გაწიეს, რომ ჩვენი შვილები ყოფილიყვენ ესეთ მოწესრიგებულები. ბავშვებს უსურვებ წარმატებას, წინსვლას. დღეისათვის ეს გახლდათ ბოლო ინფორმაცია, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.